ჩემმა მაგაცებმა, ჩემმა ახალ მეგობრებმა მოდი მითხრეს რომ იცი რა რაღაც ხარ გავახმოვანოთ რაღაც ჩვენ ვაპირებთ ორი ტიპიო და ჩვენ ვაპირებთ მოდი შენს დაგვემატე და რაღაც გავახმოვანოთ ანიმეო და მე მივწეროთ იქნებ რომელიმე საიტს და რაღაც იქნებ დადონო რა თავის საიტსეო და ანუ ის მითხრა რომ იცი რაო ძალიან არ ვარ გადაში ანუ მითხრა რომ აი ის გამოსწორე აი ხო მაგას ვაფასებ სანდროში კარგია მონდომება მომწონს ჩვენი მაგრა დაფასებ რა და ეგ არის ჩემს ადეკვატური შეფასების მომიცი რა ვფიქრობ რომ ეგეთ კითხვას თუმცა არ უნდა უსვადე რა მაინც ისეთი თემა რომ აი ეხა ეგ რო თქვა რა მაგ კითხვას პასუხი გამოდის რომ ვიღაცა შევაწყობნა მივაღებო ხო იმიტომ რომ მე მსმენია ბევრს რომ აი დავშოთ მივწერია ვიღაცას და მე არ ველოდი რომ ესეთი რეაქცია მოყავდა კითხვას უბრალოდ ინტერესის გამო დავსვი ეგ გასაგებია მაგრამ ახლა ინტერესის გამო სვავ კითხვას რა ანუ ხონდა დაფიქრდე ვინმეს არის სიამოვნება ისე გამარჯობა მეგობრებო, ხაზია პოდკასტი FM8 და გიბრუნდებით მომდენო ვიდეოთი. ჩვენი სტუმარია გუგა კვირკველია, მაგრამ ანიმე მაყურებლები იცნობთ როგორც აომინე. გამარჯობა. როგორ ხარ გუგა? თავად როგორ ხარ? ნია, ვიცი მეც ვარ თვითონ არ გვინახავს ერთმანეთი. არ გვისაუბრია გასა. რო არის ხოლმე გადაცემებში გაპრანჭვები რაღაცეები. ჩვენ გავიცანეთ ერთმანეთს აზრები გავაცვალეთ და პოდკასტში შევეცდებით რომ ერთი ორი სიტყვა გავცვალეთ და რაღაცები ვისაუბროთ ხო როგორ ხარ ჯერ მოდი მაგით დავიწყოთ საუბარი კარგად ვარ ცოტა გაცილებული ვარ მაგრამ მაინც შედარებით უკეთ ვარ რა ყოველ შემთხვევაში იმედია კარგად გამოჯანმრთელები და რაღაც ანსაშნელი რაღაც ვირუსები ხო რაღაც ვირუსები არის საშნელი და გისურვებთ ხალხო ვინც ჩემნაირად კი ბატონო პირველია ჯანმრთელობათან რომელიც ნუ ჯერ ადამიანობა რა თქმა უნდა მაგრამ მე უკვე ჯანმრთელობა ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია ზად ხარ დავიწყოთ კითხვები ზად ვარ ხო აი მე ჩამჭრელი შეიძლება არა ჩამჭრელი არა პირველი ნუ სტანდარტული კითხვა არის როგორ დაიწყე გახმოვანება ისტორია რომ მოყვე აუ ეს ისტორია მაგრამ მაინც ვესტები რომ შევამოკლო ხო რაღაც გრძლად შეგვიძლია იმიტომ რომ პოდკასტი ხო ის მაინც ოკეი კაი რაც უფრო გრძელი მით უკეთეს კაი ხო მოგეთ სინამდვილეში მე ანიმებს არ ვუყურებ თავიდან რა საერთოდ და ჩემმა მაგაცებმა ჩემმა ახალ მეგობრებმა მოდი მითხრეს რომ იცი რა რაღაც ხარ გავახმოვანოთ რაღაც ჩვენ ვაპირებთ ორი ტიპიო და ჩვენ ვაპირებთ მოდი შენს დაგვემატე და რაღაც გავახმოვანოთ ანიმეო და მე მივწეროთ იქნებ რომელიმე საიტს და რაღაც იქნებ დადონო რა თავის საიტსეო და ოკეი გავაკეთოთ თქო რა პრობლემაა თქო და მე ეგეთ მომენტი იყო რომ დაუწყე ჩავწერეთ რაღაც მომენტი ეგ მომენტი თან ვახმოვანდი მაშინ უსასწრების მიკროფონი და რაღაც ხო საშაშ იყო ძალიან მე ტელეფონის დავიწყე ხო რითიც ვიღებო Play Studio-ს თავიდან ტელეფონით ხმოვანებდი ედიტებს მე ვაკეთებდი აი განაის ანუ კლიპს უყურებდი ისე ვახმოვანდი ცალკე ხმას ვიწერდი Audacity იყო რა პროგრამა და რაღაც სამონტაჟი და ანუ მაგაში ვიწერდი ხმას გახმოვანების და მე ამას ჭრიდი და ვადებდი კლიპებს რა მაგრა წვალობდი კი და ნუ ეგ გავაკეთე მოკლედ რა საბოლოო ჯამში და ნუ რაღაც მაგდან დავიწყეთ მე მივწერეთ anime TV-ს ხო anime TV-ს მივწერეთ მოგცა რაღაც რჩევები ამ იაგამი იყო მაგ დროს მთავარი რჩევები მოგცა იაგამემ რაღაც მიმართულებები მოგცა რაღაც დაგვეხმარა და ნუ საბოლოო ჯამში ნუ იდეაში თუ ეხა ვინმეს მადლობა უნდა გადავხადო ალბათ იაგამი იმიტომ რომ იაგამემ რაღაც ფიზიკი მოგცა ხო რაღაც საშუალება მოგცა რომ დაგვეწყო გახმოვანება ხო ბევრი აქებს იაგამის მე და მირეის რო საუბრობდით ესეთი ხუმრობა ვთქვი რომ იაგამი არის ასე ვთქვათ გამხმოვანებლების დინოზავრი ეგრეა ალბათ ეგრეა მართლაც რა და ხო საბოლოოში მანდ დავიწყე რა ამიტივზე დავიწყე გახმოვანება რაღაცა მაგრამ აი ეს მარტო რო გავახმოვანო ეგ მომენტი არ მქონდა აი სულ ეს უფრო დავახმოვანე და მანდ წამოვიდა ჩემი შედეგი პროექტი 20 სტუდია აი მაგაზეც იყო ეხა უნდა მეკითხა მაგას ძალიან კაი გადასვლა იყო ხო აი მანდ დავიწყე ნუ რაღაც და ნუ საბოლოო ჯამში რაღაც აი სახელები დავურქვით მახსოვს რომ იყო მოდი უნდა აირჩიოთ რაღაც ნიკნეიმები ხო რაღაც და მე ხო ანიმებს არ უყურებდი აი კუროკოს კალადურთნა აირჩიოთ რაღაც ნიკნეიმები იმიტომ ბევრი ტიპია მან და რაღაც ერთ თიმში ვიყოთ ჩათვალეო რა რაღაც და ნუ აიღო ერთმა კუროკო ერთმა რაღაც აიყო რაღაც კაგამი ერთმა კი ისე და მე ნუ რაღაც შევხედე პირველად რომელი ტიპის ანიმეს იყო აომინე რა ავიღე აომინე მე რა ნიკნეიმი და საბოლოო ჯამში ნუ ეს აომინე ვავიღე რაღაც დავიწყეთ გავახმოვანეთ რაღაც ბეისბოლის ის იყო რაღაც ანიმე დავიწყეთ მე რაღაც ზესრის ხაპრები და ნუ რაღაც ანიმე ტიპის მივყავდი თქო რაღაც ვახმოვანე პროექტებიც იყო აიტაბობრივად მე რაღაც მანდი იყო მთელი ამბები იქით რაღაც სტაფი გავიცანე მე რაღაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ხალხთან რაღაც იყო რაღაც ბიფებიც არ შემიძლია და საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე დავტოვეთ ანიმე ტივი
და ერთხელ მახსოვს ძალიან ისეთი სასაცილო ის არის. მაგას ხო თანხას არავინ არ გიხდა ხო და ეხაც არ არის ანიმეტივიძე აღზღურა. კარაქიანი პურით იხდია. არა. ხო, ნუ სამყაროდ ახმოვანები ხო, მათ ჩვენ მეცეგრები ყავით ეს ამას ის, მაგრამ ჩემს მაგასმა აღმოჩნდა ესეთი რაღაც, რომ მოგეთო ერთი არის საიტი Naruto X-ი, ხო რაღაც. და მანდ ფულს იხდიან რაღაც. ბიჭო, აი გადავმეთ და ბიჭო, შევიდა იმ საიტზე და ნუ დაიწყოს ანიმე და ისი რამდენს იხდიდა ის ბიჭი, ის ადამიანი, არ ვიცი ხა პიროვნად არ ვიცი, მაგრამ იხდიდა ერთ სერიაში, ანუ 24 სტუდიან სერიაში 3 ლარს. და ნუ დასაწყისისთვის ეხა. ბიჭო, მაინც რაღაც ისე ვიყავი რაღაც სპექტიკლოდ რაღაც სულ განწყობილ 3 ლარი, რაღაც გიწყვიტავს სადღაც და ვერ სეზონი გაახონა 40 ლარიათ რაღაც. ნუ კაი მე არ შევიდი Naruto X-ზე, ჩემი ძმაკაც შევიდა და მე ანიმეტივზე ვიყავი მომდრო. და ნუ საბოჯებში გაახმოვნა ერთი სერია, ორი სერია, სამი სერია და იმ კაცს მოვუთხარ რომ აი ხა მე ფული არ მაქვს და ვერ დაგირისხავ 3 ლარს, ანუ 9 ლარი არ ქონდა, 3 სერიის ფული და მე მივხვდით რომ ის სულა იყო და ნუ საბოჯებში გადავედით მე მაიკადრი კონზე რა. მაიკადრი კონზე გადავედით. გავიცანი ადმინი, ძალიან კარგი ადამიანი. ძალიან კარგი ადამიანი, მოკითხვა თუ უყურებს. მოკითხვა, ძალიან მაგარი საიტის ფლობელი, მაგარი საიტი. მართლაც რომ ხალხის ინტერესებს რომელიც ითვალისწინებს და რეალურად მართლა მაგარ საქმეს აკეთებს რა, სერიოზულად მაგარ საქმეს აკეთებს. მანდაც შედარებით ნორმალური ანაზღაურება იყო და ნუ შედარებით გადავედი მანდ რა. გადავედი მანდ, დაუწე გახმოვანება, მანდ გავაგრძელ და ეხა მოყვები მაგ იმართულებას და ნუ მაიკადრზე ეხა ვაგრძელებ, მაგრამ როგორ დოსზე გადავედი მაიკადრზე მგონი არ მახსოვს უბრალოდ მაიკადრზე დავიწყე ეგ პროექტი თუ ანიმეტივზე არ მახსოვს, მაგრამ დავიწყე TikTok-ზე ედიტების გაკეთება, ხო? ზოგადად აი ქართველები ხო მე ედიტის მიმართულებით რაღაც უნდა მაქვს აგროვებული და გადავწყვეტე აი იცი რა ანუ ედიტებს გავაკეთებ და აი მოდი წამოვიდა აზრი რომ თან გავახმოვანოთ, რასაც გავაკეთებთ რა, რაც ედიტს და თან ჩვენ ანუ დიდი პლუსი გვაქვს, იმიტომ რომ რაც დავუშვათ არ არის ქართულად გახმოვანებული ფილმი ხო გამოვიდა. მაგ ფილმის ედიტი გაკეთება და ხო გააკეთო ქართულად რა. და ეგ დავიწყე და პირველები ვიყავით, ვინც ეგ დაიწყო TikTok-ზე. 20 სტუდიო თავის დროზე. 20 სტუდიო გავაკეთე. ამოდ ბევრი გამომწერი დავიწყე და ფანი ვიყავი ერთ პერიოდში კი იცი. შენი ხო ეგ ძალიან გამიხარდა. ხალხო ვინც არიცით სახელი Clay Studio მოდის 20 სტუდიოდან. აი წეგანაც გითხარი, მაგრამ ვიტყვი კიდე ერთხელ რო არა 20 სტუდიო არ ვიცი რა ერქმევა და საიტს თვითონ Clay Studios პროექტს. ხო, ნამდვილად რა. და ნუ მან 20 სტუდიო გავაკეთეთ, 20 სტუდიოზე რაღაცებს ვახმოვანებდით და ნუ მანდედან ესე მოვდივარ რა. და მოგილოთ რაღაც ხა მაიკადრზე ვარ ძირითადად მაიკადრზე ვახმოვანებ რაღაც ფილმებს, სერიალებს, ანიმაციებს, ანიმეებს ნაკლებად. და ეხლა რამდენიმე ახალ პროექტი დაიწყო ხო რაღაც. ხო, Revoice და შემდეგ მე დიად ვერ ვიყავ ეხლა სახელებს, მაგრამ აი რამდენიმე თხოვა რომ ეცი რა შეიძლება გამიხმოვანო და ნუ ეხლა თხოვნა გამამდარი გავთვალისწინებდა გამამდარი, ნუ მეც უნებრივია ეხმარები შეძლებს დაგვარად ჩემს კოლეგებს და ჩემს ახლა ადამიანს ხა ნოვამ თხოვა წინაზე ხო რაღაც ნიკას მოკითხვა ხო ნიკას მომთხოვა ნუ გავაკეთე გავახმოვანეთ რაღაც დემონსტრეერი საკმაოდ კარგი გამოვიდა ძალიან კარგი გამოვიდა მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ხო რაღაც გამოვიდა რა საბოლოო ჯამში ხო ესე დავუწე გახმოვანება და ესე მოვდივარ ძალიან კაი ამომწურავად გამეცია ამ კითხვაზე პასუხი ხო ხალხო ვინც არის ანუ ერთ-ერთი 20 სტუდიოს copy paste იყო Clay Studios TikTok-ი მაშინ იმიტომ რომ watermark-ი როგორიც იყო ზევით რო წეეწერა და ქვევით სტუდიო მეც ეგეთი ეგრე ვაკეთებდა კაროჩე ნუ ერთ-ერთი იყო 20 სტუდიო კერდა Clay Studio ერთ-ერთი იყო აქედან მოდის იდეაში ხო რა აქედან მოდის სახელი Clay Studio დიახ მახსოვს რომ YouTube-ზე აკეთებდით 20 სტუდიოს YouTube-ზე კიდე რაღაც მომენტზე ხო აი ხედავ აი ფანი რას იშავს მახსოვს მე არ მახსოვს ხო აი ხას არის YouTube-ის ვაშო ჩვენი კი რაღაც ანიმაციები იყო რომელსაც უცხოელები აკეთებდნენ და თქვენ ახმოვანებდით ანუ მაგასაც საკმაოდ ნორმალური გამოხმარება ქონდა აი ხა იმ დროისთვის ნორმალური რა და საბოლოო ჯამში მანდედან გავაგზავნეთ ნუ YouTube-ზე ტრეილერებს ვახმოვანებდით რაღაც ჩემს მეგობრებს თხოვდი აი კახასის მithოვდი რომ მოდი ერთად გავახმოვანოთ და აი დუბლირებით კრიდის მესამე ნაწილის ტრეილერი აი ძალიან მაგარი იყო კარგი იყო მოგეწონა ეხაც რო უყურებ ხოლმე ეხაც იმენა კი ეხაც მოწონს მაგრამ ნუ მიხარია ხო რაღაც ტრეილერებს ვაკეთებდით რა რაღაც საინტერესო რაღაცებს ჩვენ რაც გვისწორდებოდა ბავშვობაში რა ეგ იყო და ეგ ну თუ აპირებ 20 სტუდიოს საიტის გაკეთებას და თუ აპირებს 20 სტუდიო დაბრუნებას ხო კარგი კითხვა ზოგადად თავიდან გეგმა იყო რომ მოდი საიტი გავაკეთოთ ხო ანუ TikTok-ზე ამდენი მაყურებელი ყავს ან ბევრი გვიყურებს ბევრი მოყვება და მოდი იქნებ გავაკეთეთ ჩვენი საიტი სადაც ჩვენ გავახმოვანებთ მაგრამ აი საიტის გაკეთება აი პერსპექტიულად ცოტა ისეთი ამავე რომ შეხედო შორი რაღაც ხედვით ხო ანუ ცოტა სხვანაირი არის იმიტომ რომ
აი საერთოდ გააკეთებ, იქ თანხაც გჭირდება, ინვესტიცია გააკეთო, გჭირდება ადამიანები, რომლებიც შენთან საიტზე იმუშავებენ, ხო? ანუ ესე ძალიან რთულია, რომ აი თანხის გარეშე ვიღაცა მოიყვანო და გაახმოვანებინო, ხო? აი თუ ვიღაცას თანხის გარეშე გაახმოვანებინებ, ხარისხი იქნება პატარა, ხო? ანუ დაბალი. და პირადი გამოცდილებით ვიცი ეგ, მაგრამ ეგ დასაფასებელია შენ როგორც ვიცი დაიწყე საიტის გაკეთება, ნუ რაღაც 1 წელზე მეტია უკვე საიტი. და ნუ ეტაპობრივად განვითარდი, ხო? ანუ კარგია, მაგრამ აი ხა მე რო გამეკეთებინა საიტი მე ვფიქრობდი იმ დროისთვის ან არ იმუშავდა თითქოს და მცდელობა მქონდა რაღაც კი რაღაც დეველოპერებს შევთანხმდით იქეთ-აქეთ რაღაც მოგთხოვეს და რამდენი 2000 ლარი მოგთხოვეს რაღაც და ნუ რაღაც გადახდასაც ვაპირებთ თქო მე რაღაც აღარ გავაგრძელეთ ეგ ის მიმართულება და მე დავიშალეთ კიდევაც ხონდი თვითონ როგორც დაიშალა მე ვახმოვანეთ მე და ჩემი მაგაც ფაჩი მოგიტყვა ისევ ყველას მიკითხავ ყველას მოკითხვა ვიც ნახსენები იქნება ვინც ერთხელ მაინც ვიზარხართ მიკროფონთან ყველას მოკითხვა მე დაბაში რომ ავაგზელებთ და ეტაპობრივად ბოლოს უკვე დავასრულეთ რაღაც ბოლო ვიდეო და ნუ აღარ გავაგზელებთ და აღარ გვიფიქრია მაგრამ არ გავაკეთებ და სამომავლოდ აღარ გავაკეთებ OC Studio საიტს იმიტომ დღემდე დღეს თუ გავაკეთებ საიტს იცით ჩემსგან თითქოს ისე იქნება რაღაც ვფიქრობ რომ ცოტა არასწორი იქნება იმიტომ რომ აი მე მაიკადრზე ვახმოვანებ და მე მართლა ჩემ დროს უთო მაიკადრეს იმიტომ რომ მაიკადრემ ძალიან დიდი ფუში მომცა რა ბევრ განხმოვანებას ფუში მომცა რომ ვინც დავშლუფოს დახმოვანებ და ყველა განმოვიდა მაიკადრზე და ნუ თანხა აიყო და რაღაც შემოსავლის მინიმალური შემოსავლის წყაროდ და თან პატარა мотивაციაცაა ისა შემოსავლის წყარო და აი ამნი რაღაც გამიკეთე თვითონ გიომ რა ანუ ადმინმა აი ცოტა ისეთ უხერხული სიტუაცია შემექნება თუ დავუშვათ მე ჩემ საიტს გავაკეთებ და ანუ ბუნებრივია სადაც მაინც კონკურენციას უწევ უკვე მაიკადრის ხო და ანუ ბუნებრივია ხა მაიკადრი დიდი საიტი ანუ რთული იქნება კონკურენციას მაგრამ აი უბრალოდ სურვილი არ მაქვს მაგის რომ აი მაიკადრის კონკურენტი გავხდე ხდები ეგრევე და აი მაგიდან გამომდინარე პირველი მაგიდან გამომდინარე არ გავაკეთებ OC Studio საიტს თუმცა გეგმაში იყო სულ თავიდან რა თავის დროზე ხო მაგრამ ეხა არ გავაკეთებ რა არა გეგმაში OC Studio-ს გასაცხლება თუმცა ძალიან კარგი დრო იყო და ძალიან კარგი კი ძალიან კაი პერიოდი იყო ძალიან კაი ვიდეოები იქიდან გაქცევის ედიტები კი გაქცევა ძალიან მიყვარს მე სერიალი და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალი გამარჯობა მაგარი სერიალი იქს თავის ყოფილდის ისტორია ერთი გაქცევა მეოსება და ერთი დიარდევილის სერიალებიდან დიარდევილი სხვა შეს დიარდევილი ეხა ახალი სერიალი მაგას ვახმოვანებ არ მაქვს ნაყურები მაგრამ აი შინაარსი ძალიან მაგარია ძველი აი ძალიან მაგარია ნუ ეხა ახალს ვახმოვანებ ახალ საიტზე შენთან ხო ჩემთან ოღონდ პირველი სერია მაქვს მარტო გახმოვანებული დაიმთხვა ისე რომ ეს დიარდევილს ველოდებოდი გიჟივით და რო გამოვიდა გამიფუშტა კომპიუტერი აუ აცუდია და ეხა ჰინატას გახმოვანებით მინდევს პირველი სერია გავახმოვანე რაღაც გავმიქსე ხმები დავდე და მეორე მესამე სერია ვისაც გაინტერესებს რატო დევს სხვა გახმოვანებით იმიტომ რომ გამიფუშტა კომპიუტერი და ეხა არ დამალავდა ლეპტოპიც ნათხოვარია სადაც ხმებს ვიწერთ და ეხა რო უთხრა რომ მოდი კვირაში ერთხელ ლეპტოპი მათხოვეთ ხო რომ გავახმოვანო სერია მე ვარდები ანუ უხერხულში რა ნუ ბაზარი არა მეგობარია მაგრამ შეიძლება დასჭირდეს და უხერხული სიტუაცია შეიქმნას იმის გამო რომ ვერ მათხოვოს და ნუ ეგ მესმის რაიგამები გასაგებია так წეგან ვამბობდით რომ წეგან ამბობდი უბრალოდ დაიშალა OC Studio რამ გამოიწვია OC Studio-ს დაშლა იცი ალბათ დროის ნაკლებობამ რა ჩვენ ინდიაში 3 თავიდან სტუდიოზე 4 ადამიანი ვიყავით მე უბრალოდ დროის ფაქტორებიდან გამომდინარე რომ აი ყველა თავის გზაზე წავიდა ხო რაღაც თან მახსოვს პროფესიონალებიც იყვნენ ჩართული ომარი თუნდაც იქიდან ჯიმოვიდან საიდან ვაჩა აი მახსოვს ყველაფერი ომარი არის უმაგრესი ადამიანი ძალიან მაგარი ადამიანი მე ძალიან დიდ პატრონს ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა ძალიან მაგრად აღვიქვი რაღაცები მისი ახსნილი და ძალიან კარგი ტიპია რა ომარი და ნუ კი რაღაც მომენტში რაღაც კი ითქოს მოდი გავახმოვანოთ არა პრობლემა სიხარულით ომარი მას რომ დავა ჩავწეროთ გავაკეთოთ ეგ მომენტი ქონდა რა Fight Club-ი გაახმოვანეთ ხო შენ და ომარი აი ნახეთ ხალხო როგორ მახსოვს და ახლა მაშინ ომართან შედარებით ცოტა ისეთი ამოშთი მაგრამ აი ისეთ კარგი გამოსილება იყო რომ აი მართლა პირველად გავახმოვანე საშუალებით პროფესიონალ განხმოვანებელს ხო თან мотивациაც არის პროფესიონალთან ერთად რო ახმოვანებ აი მე მაგაკეთა ეგ იცი აი მთლიანი კლიპი ომარი მაგ თელის დუბლირება აი უკანა ფონი თვითონ გასუფთავა ყველაფერი თან ომარი პროფესიით არის ხნის რეჟისორი მე როგორც ვიცი და მან მაგრად ერკვევა მაგამოში აი ძალიან მაგარი ის აქვს აი ხო თან მუვიჯიზეც რაღაცა საოცარი ხმის მიქსინგი იყო თავის დროზე მაგად მიქსავს არ მაგად მის ხო ანუ ვიღაცები იყო რა ჩართული ხა ძირითადად სამყარო დონეზე და ნუ ძირითადად ვინც ვიყავით იყო 4 ადამიანი. მე ნუ ყველა თავის გზაზე წავიდა რაღაც მე დავრჩი მარტო. ძირითადად მე ვახმოვანებდი რაღაც ვაკეთებდი, მაგრამ აი თითქოს უკვე ნელა აი დიდ პაუზას ვიღებდი ისე რა.
მე რო ბრუნდები უკვე მან მე ალგორითმს ენზრება მე ალგორითმი უკვე ძალიან ცუდად აღიქოს ყველაფერს და არ გიგებს ვიდეოს რომ არ იყო ნახვები ხა მე ძირითადად მოტივაცია დავკარგე და ნუ ბოსი ფიქრეთ მე და ბაჩიმ შემეძვაკაცმა რომ იცი რა მოდი ხო დავასრულოთ რა აი ლეგენდარულად მოდი დაასრულოთ ეს პროექტი და ოკეი დავასრულოთ და დავასრულოთ ნუ ერთი ის ეხავს იდეაში 20 სტუდიოზე რომ გამოსამშვიდობებელი ვიდეო არ არის ხო თუ არის მე რაც ნახე არის ხო გამოსამშვიდობებელი ვიდეო და ორჯერ გავგვიტიხეს ანუ ერთხელ გავიტიხეს და დავიბუნე სახელი შეცვალეს რაღაცა მახსოვს ეგ ვიდეოც ოკეი მახსოვს ეგ ვიდეო რაღაცა ძალიან გატეხილი იყავი და გატეხილში იყავი და ესე ეჯექი და ძალიან სოდი აი ვიღაცა გაგვიტეხა აკაუნტი რაღაცა ეს სახელი მე არ შემიცვლია და რაღაცებს რო ბაზრობდი ძალიან ისის გახდა აი ხალხო რას ნიშნავს თავის დროზე რომ დავთრეთ თავის დროზე ანუ წეგანმობდით პროფესიონალი ისავ გამხვანებელი და დამწყების აი პროფესიონალი და დამწყების დუო არის ჩემი აზრით ძალიან კაი мотиваცია დამწყებისთვის რა აი გაგა ყაჭიური მოკითხვა აქიდან პირველად რო გავაკეთე პირველი დუბლირება არ იყო მაგრამ პირველად რო უკვე მიკროფონით გავაკეთე დუბლირება გაგა დამეხმარა წეღა რო განახე ის ნარუტო ძალიან კარგი იყო რა აი მართლა მშვენიერი გახმოვნება იყო მით უმეტეს მადლობა მადლობა დიდი ნუ ეგ ადრეც მაქვს გახმოვანებული უბრალოდ მაშინ რაღაც 20 ლარიანი მიკროფონები რო არის ესე თავგამიწოლე აი მაგით ვახმოვანებდი და ნუ რა შედარება ეხა ეგ მიკროფონი Samsung-ი თან მაშინდელი გამოცდილება და ნუ ეხაც მაშინდელს ვიტყვი ეხანდელს არ ვიტყვი იმიტომ რომ ეხა უფრო მეტია დაგროვილი გამოცდილება და ნუ საბოლოო ჯამში ცოტა ვიწვალე ცოტა მიკროფონი შრიალი ისმოდა მაგრამ პირველისთვის მგონი ცუდი არისო რა ხო ანუ საბოლოო ჯამში ისე ანუ იქ ხო მოსწავლეობაა რომ პირველი არ გამოგივა ყოველთვის კარგი ყოველთვის მერასოს ვერ გამოგივა პირველი კარგი ხო აი პირველს გააკეთე იქნება ცუდი მეორეს გააკეთე აი პირველზე უკეთესი იქნება მესამეს გააკეთე მეორეზე უკეთესი იქნება ხო ანუ ეტა უბრალოდ ვითარდები ბუნებრივი მოცემულობაა და მან როცა ადამიანს თხოვ რომ იცი რა აი ვერ მოვიცით ხო რაღაც განხონებულება ძირითადად მით უმეტეს მესმით ხოს ვიღაც გამოსვლი აი იცი რა მოდი შემიფასე რას მომცემდი რჩევას ხო რა გამოვასწორო აი მაგალითად წინაზე იყო რაღაც სანდროს თხოვე რომ ეს სანდრო იცი რა აი რას მირჩევდი აი ნახე აი ამას ვახმოვანებ აი იმ დონეზე ვარ და აი რას მირჩევდი და ძალიან ესეთი ბევრი რჩევა მომცა რომელიც საუბრობთ უნდა გავითვალისწინო და გავითვალისწინე ეტაპობრივად ნუ ცდილობ რომ დავხვეწო ეგ საკითხები და აი განა ის თქვა რომ აი იცი რა აი ნაგავის რო იყოს ხო აი განა ის მითხრა რომ იცი რა ძალიან არ ვარ გადაშ ანუ ბიჭო მითხრა რომ აი ეს გამოსორე ეს გამოსორე მაგას ვაფასებ სანდროში კარგია მუნდოება მომწონს შენი მაგრა დააფასებ რა და ეგ არის ანუ ეგ არის ჩემს ადეკვატური შეფასების მომენტი იმიტომ რომ მე მსმენია ბევრზე რომ აი დავშოთ მივიწერია ვიღაცას და უთქვას რომ ძალიან ცუდია და ხო კი და ნუ ეგ ძალიან ცუდია ეგ არ არის სწორი ხო ჯანსაღი კრიტიკა აი სანდროსთან დღემდე ძალიან კარგად ვართ მე და სანდრო ძალიან კარგი დღემდე უყრი ხოლმე ვიდეოებს რომ მეთქი ეს შემიფასე რაღაცა და პირველად რომ ჩაუგდე ნუ ვიტყვი რომ ნაგავი იყო ეხანდელი გადმოსახედით მაშინ მაგრამ აი მაშინ რომ სანდროს რჩევები არ მოეთქვა და ეგრე ეთქვა რომ იცი რა ნაგავია და მოდი მოვაშოროთ და რაღაცა мотиваცია დაგივარდა მიხვდება ალბათ თუ უყურებს ხო ნუ мотиваცია დავარდებოდა რა თქმა უნდა მაგრამ პროფესიონალი რო გეუბნება რომ იცი რა ცუდი არ არის ნუ შენც რო იცი რომ ცუდია მაგრამ გეუბნება რომ ცუდი არ არის მაგრამ აქ ეს თქვი აქ ესეთი ემოცია ცოტა მეტი ცოტა ასე ცოტა ისე და მადლობა სანდრო ძალიან დიდი იმიტომ რომ ლომის წვლილი მიუძღვის სანდროს რა ძალიან ბევრი შემიძლია ვახსენო ვისაც ლომის წვლილი მიუძღვის თუნდაც რაღაცა მე ხო კი არა შე რა თქმა უნდა ხა 20 სტუდიო პირადად შენ არა 20 სტუდიო ოკეი ხო და აი რა ჩამოთვლი სახელებს თუნდაც შოიყო შუავიღოთ ჰინატაშო შევეცდები ხო შევეცდები ვინმე არ გამორჩევს აი ჰინატაშო კეზუ რავი გაგა ყაჭიური სანდრო კახეთელიძე ლაშა ბახტაძე და ნუ კიდე არის ეხა სახელები არ მახსოვს სამწუხაროდ მაგრამ კიდე არიან ვიღაცები ვინც ვისაც ლომის წვლილი მიუძღვის ჩემ განვითარებაში ამ სფეროში და რავი ყველას დიდი მადლიერი ვარ რა შეიძლება მართლა რომ ნაგავი იყო მაგრამ ეგრე არავინ არ აფასებდა რომ იცი რა ნაგავია და მოდი ვაფშე გაქრი გახმოვანებიდან და რაღაცეები რა თავის დროზე საინტერესოა აი კრიტიკა თუ ყოფილა 20 სტუდიოზე ერთი პერიოდი კრიტიკა როგორ არისო კაცო კრიტიკა იყო და ეგ მონებრივი მომენტია თან ეხლა ჩვენ პლატფორმა ავირჩიე TikTok-ი ხო TikTok-ი მაინც ბინზური პლატფორმაა რაღაც მომენტში კომენტარების გქონდეთ ხო აი თუ დააკვირდები ეხლა კომენტარებს აი ხალხი არ ვიცი ისე სპორტები საიდან მოდის მაგრამ ნუ არის რა ბევრს აბულინგებენ ძალიან ბევრს ცოტა კომენტარებს უწერენ მაგრამ ჩვენს გამონაკლისში არ ვიყავით ხო მაგრამ ამ კრიტიკასთან ერთად იყო ისეთი კომენტარები რაც
მართლა ძალიან დიდი мотивация. აი მეც ხშირად დავიწერია რომ მიდით ბიჭებო მიაწექით რაღაცა. მართლა ძალიან მაგარია, მაგარი გზომა. აი ეგ მირჩენე ეგ იყოს და ახლა საით თანხარო ავიღო შეიძლება ეგ არ გამიხარდეს რა. აი ეს სიტყვები რაღაც კომპლიმენტი რაც იყო ხოლმე და ეს мотивაციის ამაღლების რაღაც პერსპექტივა, აი ეგ ძალიან მომწონდა ეგ პროცესი. რა, აი რო კითხავდი კომენტარებს, რაღაც იყო რომ აუ საშინელება რაღაც და აი საშინელებას ქვემოთ იყო რომ ვა, ოჩოს ბიჭებო, ნეტად თქვენ ახმოვანებთ ფილმებს საიტებზე. აი ეგეთი კომენტარები იყო რომ აი საიტი გააკეთეთ, გაახმოვანეთ, თქვენ საიტზე უყურებთ და ეგეთი მომენტები იყო, ძალიან ბევრი იყო ეგეთი. ძალიან დიდი мотиваციაა ეგეთ სიტყვები. ეგ იყო ძალიან დიდი. კრიტიკა იყო რა თქმა უნდა, კრიტიკას მივესალმებ, კრიტიკას მივესალმებ ყოველთვის, მაგრამ ეს რაღაც ესეთი მომენტი თუ აი ვიღაცა დაამცირო, მაგას აი ჩემთან იყო ერთი პერიოდი ტელეფონით როცა ვახმოვანებდი აი Clay Studio რო ეხა ნუ იგივე TikTok account-ი მაქვს პროსტა სახელი და გვარი შევცვალე რა და ედიტებს აღავდებ იყო ერთი პერიოდი რომ აი მოაშორეთ ეს ვინ არის და თან ხშირად იყო ეგეთი კომენტარები ძალიან ხშირად და ნუ მაგას რო ყურადღებას არ ვაქცევდი და რაღაცა მაგით მოცხარა კი და ხალხო თქვენც მაგას გერჩევთ რომ რაც არ არის ჯანსაღი კრიტიკა, მაგას არ მიაქციოთ ყურადღება. იმიტომ რომ სიტყვაზე შეიძლება აუმინეს არ მოწონდეს, ან მე მომწონდეს, ან პირიქით მე არ მოწონდეს და აუმინეს მოწონდეს. ეგ ჩვეულებრივი ამბავია ეგეთ რაღაცეები. მოდი გადავიდეთ ახლა ესეთ კითხვაზე. მე დაწერილი ქონა კითხვა. არა, დაწერილი არა ეს. ექსტროდათ მოდის ხო, ანუ იდეაში პოდკასტებში ეგ მივასება რა, ფრისტაილერობა რომ რაღაც კითხვები ისე მოდის რა. გადავიდეთ ამ თემაზე, რომელიც არის 1%. გადავიდეთ 1%-ზე. ჩემი საყვარელი თემა, იმიტომ რომ 1%-ი არის ჩემი ერთ-ერთი. კი. აღწერაში იქნება გვერდი 1%-ის TikTok-ზეც. იქნება, მაგრამ სამწუხაროდ უკვე ფუნქციონალი შეწყვიტა 1%-მა მინდა რომ გაცხოვოთ სამწუხარო ინფორმაცია. მაგრამ ხო, მაინც ისტორიას მოვყვა, იმიტომ ძალიან ხო, როგორ შეიქმნა 1%-ი? ძალიან მაგარი ისტორიაა რა. მე ვიყავ გერმანიაში მაგ პერიოდში და ნუ რაღაც გავიცანი ერთი ბიჭი. იქ ერთი ბიჭი გავიცანი ძალიან მაგარი ტიპი არის, ჩემს მაგაცია. აუ, უმაგრესი ადამიანი დავითი რა, დიხამჯია, შენს იმენა სერიოზული მოგითხვა ძმაო. და ნუ ესე ექსტრადად მოხდა ის რაღაც, აი რას ვაკეთებთ ხო, რას აკეთებთ რაღაც ხორებაში იქით. და ნუ რაღაც მე ვთქვი რომ განხმოვანებელი რაღაცას ვახმოვანებ. და ამ დავითის ესეთი დიდი სურვილი იყო, რომ აი თავის თვითონ ჩალიჩობდა ბავშვობაში ახმოვანების მიმართულებით რაღაც და აი ის ემოცია იყო რომ ეს ვა ახმოვანებ ეგ მომენტი ქონდა რა და კი ახმოვანებ რაღაც და მე შემოთავაზე ესეთი იდეა რომ მე მაქვს იდეა მინდა რომ აი სამოტივაციო არხი გავაკეთოთ შენთან მაგრად ახმოვანებ შეგვიძლია კონტენტი ერთად გავაკეთოთ და მოდი გავაკეთოთ კონტენტი რა რაღაც მოდი ხალხს მიწეთ мотиваცია ოკეი დავარტყოთ ხო რა ჩამოვიდით საქართველოში, დავიწყეთ ამის კეთება, აუ ძალიან მაგრად მუშაობდით. კი, კვირაში მინიმუმ ერთი ვიდეო იყო ხოლმე მახსოვს. და ყოველდღიურად ერთი ვიდეო იყო. ყოველდღიურად დევდით ერთ ვიდეოს. ეგ იყო ჩვენ, აუ მაგრად მუშაობდით, მართლა ძალიან მაგრად რა და ანუ მე გავიცანი ერთი ბიჭი თათმ გამაცნო, თავის მაგაც ირაკლი, ეხა უშანაც მაგაცაო, მოგითხა ირაკლი და აი მაგ სამი ადამიანისგან, ჩვენი სამი ადამიანისგან შეიკრა ძალიან მაგარი გუნდი, აი ძალიან მაგარი მართლა. კი, ერთი პერიოდი. აი დელეგირებული ქონდა საქმეები და უშოთ მე კონტენტს ვაკეთებდი დავითი აი მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდა ირაკლი დილივერის მიმართულებით მუშაობდა იქ რაღაც კურატორი იყო ანუ შემდეგ დავაარსეთ ბრენდი ბრენდი გავაკეთეთ 1%-ის ხო ანუ ძალიან მაგარი ხარისხი თან მად რას დავამუღამე იცი რა დავამუღამე 1%-ის ის ლოგო ძალიან გავდა 20 სტუდიოს ლოგოს ხო დავამუღამე კი მაგას უყურებ და მეთქი რა ხან 20 სტუდიოზე ახმოვანებ და ლოგოც ეგეთია ეგ მომენტი იყო კი რა და აი 1 რო აწერია ო ნ არის პროცენტის ნიშნით და ე რა ანუ 1% და ეგ საშუალო ეგ ლოგო დავითმა გააკეთა ძალიან მაგარი ნამუშევარი იყო და ნუ გავაკეთეთ 1%. დავუწყეთ ბრენდის ჩამოყალიბება. იქ მე დიჯიტალზე მუშაობდით. მე სულ რაღაც განხილვები მქონდა ხოლმე საღამოს ქოლი რომ აი ხვალ რა გავაკეთოთ, ხვალ რა გეგმა გვაქვს, ხვალ რას ვაკეთებთ, ზეგრას ვაკეთებთ, აბა კვირის გეგმა რა არის და აი ხალხთან ძალიან მაგარი კომუნიკაცია მქონდა და ჩვენ მართლა რეალურად გავაკეთეთ საქმე. რამაც აუდიტორიას დაიხმარა რა. რეალურადაც ეს პროექტი იყო ფული შოუნის მექანიზმით და რატო ხო? ჩვენ ყიდით ბრენდს ხო ყიდით. ხო, იქ მაისურები იყო სპორტული შარლები და რაღაცეები. ძალიან მაგარი შარლები ქონდა ბეგი სტილის და ძალიან მაგარი ეს პროექტი გამოვიდა და თქვენ საშუალოდ ვაკეთებთ კარგ თანხას და ვაკეთებთ დაახლოებით ალბათ ნუ რაღაც ისე რო არ დავამალოთ რაღაც 8000-10000 ლარი ეს იყო ბრუნვა ხო? მაგრამ სულ თამაგება რჩებოდა ალბათ 6000 რაღაც ხუთი და ნუ ამას მოახმარებდით კიდე 1%-ის განვითარებას რა. და მე საბოლოო ჯამში ესეთი მომენტი იყო რომ რაღაც კომენტარებში როცა გითხულობდით იყო ის მომენტი რომ აი ბიჭებო თქვენ ჩემი ცხოვრება გადაარჩინეთ.
ძმებო, აი თქვენ ძალიან დიდი мотиваცია მომეცით. აი თქვენს გამო უკვე ვარჯიში დავიწყე. თქვენს გამო აი ეს გავაკეთე, უკვე გეგმებს მივყვები, ჩემი ზენ დავისახე და აი ძალიან სიამოვნებდა ამ კომენტარებს და SMS-ებს აკეთე. მე უბრალოდ ეხლა ვეგა ჩემი კონფიდენციალურია ხა SMS-ები ნამონწერა. აი ძალიან ბევრი მესიჯი გვაქვს პირადში 1%-ზე მოწერილი, რომ აი თქვენ ძმებო ჩემი ცხოვრება გადაარჩინე. აი ჩემგანაც იყო ერთი მესიჯი. მართლა? იყო მოსული ძალიან ადრე კიკბოქსზე დავდივოდი მაშინ რა. მართლა? ერთი წლის წინ ალბათ. ხო, სხვა მომწერა ალბათ. ერთი წლის წინ იყო ალბათ. კიკბოქსზე დავდივოდი მაშინ რაღაც აქტიურად ვარჯიშობდი რაღაც საღამოობით და თან მაგ ვიდეოებს რო უყურებდი და უსმენდი. მეთქი რა мотиваცია ძალიან მაგარი თქო და მე მოგწერეთ გვერდზე რომ მეთქი რაღაც ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი мотиваცია არის და რაღაცა თქო და ისე შემიცანი მე რო ვიყავი, ანუ ეგ კი, ხმაზე კი. ხო? ოკეი. აუმინეს ხმას რავი ყველგან მეცნობა. ხო, და ეგრე საბუნებაში რაღაც გავაგზავნეთ და ნუ ეხა სამწუხაროდ გუნდი დავიშალეთ. ეხლა გამნაირ რაღაც როის უკმარისობის გამო ყველა თავის გეგმები გვაქვს, ყველა თავისას ვაკეთებ და საბუნებაში დავიშალეთ, თუმცა ეს ლეგენდა დარჩება 1%-ი საზოგადოებრივი мотиваციის მიღება შეუძლო ჩაყვეს და Instagram და TikTok-ზე რა ვნახოთ ნებისმიერი ვიდეო შეაფასოთ, თქვენი აზრი გაგვიზიაროთ და იქნებ დავბრუნდეთ. აი თუ დაბრუნდებით ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ბევრი არის ისეთი, ვინც ვარჯიშობს და რაღაცა და ეგეთი ვიდეოების მოსმენა, ეგეთი სპიჩების მოსმენა ძალიან ასწორებს. თან ანუ ეგ არისო თქვენი დაწერილი, ხო? ეგ იყო უცხოური ისინი ადამიანების და ჩვენი ზოგი ჩვენი იყო მაგალითად, ხო რაღაც საკოლ ნაწილი რაღაცები კი. სიტყვითა ჩვენი გამოცდილები და გამონდა ჩვენი ცხოვრებისგან გამომდინარე. რაც შეიძლება გაგვიცია, ხო? მაგრამ აი ენდრიუ თეითის და ეგეთი სპიჩები იყო. ერთადერთი აი ცნობილი მილიონერების და აი წარმატებული ადამიანების სპიჩები იყო, რომელსაც ვახმოვნებდი და მე მასშტაბით ხო რაღაცა. ხო, ეგ იყო 1%-ის ისტორია, ძალიან საინტერესო და ძალიან საინტერესო ისტორია, ძალიან მაგარი გვერდი და იმედი მაქვს რომ დაბრუნდება ერთ დროს. ერთხელი დიდი იმედი მაქვს რომ დაბრუნდება. ნახოთ. როგორც ვიცი, შენ მქონდა დიდი პაუზა აღებული გახმოვანებაში რა და არსად არის მოდა შენი ხმა მაიკ ადრეზე ბოლოს რაც მოვისმინე იყო კრიდის მესამე ნაწილი. კი. კი, ეგრე ვადევნებ. რამ გამოიწვია ეგ შეფერხება გახმოვანებაში ამ ხელა პაუზა რამ გამოიწვია? ხო, ძირითადად თუ დაუშვათ ვახმოვანებდი, თვითონ აი ფილმებს ვახმოვანებდი, ხო? აი 1%-ის დრო იყო ეგ სავარაუდოდ, იმიტომ რომ 1%-ს როცა დავიწყეთ 1%-ი რა, აი თავიდან ბოლომდე 1%-ში ვიყავი, აი ყოველდღიურად ვაკეთებდი ვიდეოს, ვახმოვანებდი ხვალინდელ დღეს გეგმავდი ხო რა ვიდეო შეიძლება დაიდოს და ამას ყველაფერს შეიძლება ხო სკრიპტის გაწერა, თავისი გახმოვანება, თავისი ედიტი, თავისი ხმის მიქსინგი რაღაცები, ხმის მიქსინგი და მართლა დიდი შრომა შეიძლება ამ ყველაფერს და აქ გამომდინარე რადგან 1%-ისთვის მინდოდა რომ მაქსიმალური რაღაც ეფორტი ჩამედო, რაღაცა რომ აი დროებით მოშორებული ყავი ამ სფეროს, აი და აი აქ გამეხმოვნებდნენ და აქ ჩამედო ჩემი აქტივები თვითონ 1%-ში, ხო? ან მაგიტომაც ვიყავი მაიკაძესთან შორს, მაგ დროს ჩემი პროექტი რომ მქონდა და ნუ მე რო დავასრულე, ეხლა უკვე გავაქტიურდი მაიკადრიზე ისე რაღაცებს. დაბრუნდა ხალხო აუმინე ვინც არიცით მაიკადრიზე, დაბრუნდა ტრანსფორმერები გაახმოვანე, ხო? ეხლა გავახმოვანე კიდე რაღაცები, იყო რაღაც ფილმები, ეხლა გიო კიდე მომწონს რაღაც ფილმებს, რაღაც არის ძალიან ბევრი ფილმია, კარგი გეგმაში და მაიკადრიზე დაელოდეთ მეგობრებო, კარგი პროექტები არის და იმედია რომ რაღაც მოგეცანებთ. ხო, ეხლა ტრანსფორმერები გავახმოვანე ბოლოს კი. მეც ეხლა დიდი სურვილი მაქვს რომ მაიკადრიზე ფილმები ვახმოვანო. ერთი პერიოდი მივწერე ადმინს რომ მეთქი ფილმები რო გავახმოვანო მეც თქო რა და ფილმსო პროფესიონალებს ვახმოვანებინებთ მარტო რა. ხო და მაგიტო შექმენი იდეაში ჩემი საიტი რომ ანიმეები ჰინატაშოს ჰქონდა მაშინ დათრეული ყველაფერი. ხო, ანიმეები კარგი იყო, ყველას შოიღებდა, ყველას აი ერთი რაღაცა ძალიან ბანძი ანიმედებს მაიკადრიზე ჩემი გახმოვანებით. მე და ერთი გოგო ვახმოვანებდის. ლიან დაასრულე თუ? კი, მთელი ის არის, ერთი სეზონი აქვს, რაღაცის სახლის ვიღაცა დემონი თუ რაღაცა ეგეთი ქვია რა. და სახელს არ მახსოვს, ისეთი ნაგავი ანიმე იყო რომ მეთქი სერიის ბოლოს როგორ ვიყავი, იცი? მეთქი yes დავასრულე, მაგრამ განა ისე ვიყავი რომ როგორც იქნა გავახმოვანე არა. ეს რა არის, როგორც იქნა დავასრულე ამის გახმოვანება და ბოლოს რომ მორჩა მეთქი ფინალური სერია ვამბობ იქ რაღაცა და კარჩი კაი იყო ეგეც რა და ფილმები კეზოს ჰქონდა თან მაშინ ყველაფერი დათრეული, წერეთელი და გიორგობიანი და მაგით შექმნი იდეაში მე ჩემი საიტი რომ რაღაც ფილმებზე თავიდანვე ფილმებით რო დავიწყე მე მთვარის რაინდის პირველი სერია გავახმოვანე რომ დავიწყე გახმოვანება. კი, შენ და მირაი მახსოვს ეგ უყურებდი მაიკადრიზე. კი
მე კაი დიდი ხანია თვალს გადავნებ შენ. ხო, ეგრე გამოდის ამის კი, დიდი ხანია. აი, 20 სტუდიოს დროიდან, კაროჩე. 20 სტუდიო და მოდი. ეგრე გამოდის, 20 სტუდიო და მადლობთ. კარგი. თუ არის რაინდის პირველი სერია გავახმოვანე და ნუ ეგრე დავიწყე იდეაში მე გახმოვანება რა. და დიდი სურვილი მქონდა ფილმების, აი ტარო სიკვდილის კარტი თუ ვიცი ეგ ფილმი. ეგ გაახმოვანე შენ, ხო? ეგ გავახმოვანე კი და მაგაზე მივწერე ადმის რომ მეთქე ეგ რო გავახმოვანე თქო რა და ნუ პროფესიონალებს ახმოვანებინე ფილმებსო. ხო, მართლა ეგრე არის რა, იმიტომ რომ ეგიოც ეგრე ჯობია თან ანუ მოყვარულის გახმოვანებული ფილმი. ხა დიდი არის საიტი მაიკადრი, ხა არ ვიცი, ალბათ პირველი საიტია ფილმების მოხდებით, ხო, ანუ მაიკადრიზე კარგი საიტი, ესე მასშტაბურად ახმოვანე. რაღაცები იყო საიტები, მაგრამ აი მეკობრეკომი იყო და ჩაკვდა ეგეც. ხო, ანუ მარტივად ანუ მაიკადრი არის ყველაზე აი სტაბილური რა, სტაბილური, რომელიც ახმოვანებს კარგად და ნუ მაიკადრი არის ყველაზე ისეთი ხარისხის მართლაც კარგი და მაგიტომაც არ უხირს გიოს თვითონ ამის გარეშე. კი, ანუ ეგ მესმის 100%. მე თავიდან შანსი მომცა, მე გავახმოვანე, არ ვიცი, კრედიტს ისე გავახმოვანე, რაღაცა. და ნუ მომცა შანსი არის გამოდის, და ყველა შანსს ვერ მისცემს, ხვდები, ანუ ურჩევნია რომ იმიტომ რომ ვინც შანსი მისცა უკვე და ვინც ასეთი ისე რაღაც გაახმოვანა, იმას გაახმოვანებინოს, იმიტომ რომ ყავს ხო ეგ ხალხი და ნუ პოტენციურად როგორც ასეთი, როგორც ადმინი, სწორად მოიქცა, მაგრამ ნუ როგორც ასეთი ახლა შენ ზაიხვეწები, შენ მოიხოდები, როგორც აჩვენებ შედეგს. გიო აუცილებლად. მაგის მე წინას არ დამჩენია პირიქით, ანუ მესმის სიტუაცია რომ რაღაცა რადგან არა პროფესიონალი ვარ და მოყვარული ვარ, შეიძლება ხო. შეიძლება ფილმებს ნაკლებად კარგად ვახმოვანებ ვიდრე ანიმეებს, მაგრამ ნუ მაინც ვცდილობ რა ჩემს მაქსიმუმს და ყველა ვცდილობ. თავრიო ცადო და ბოლოს მაინც გამიგო ყველაფერი. კარგია. ნუ ეხა მინდა რომ სამომავლო გეგმებზე გკითხო რა. რას აპირებ გახმოვანებაში სამომავლოდ და თუ აპირებ სიტყვაზე ძველი გამხმოვანებლები 20 სტუდიოზე ვინც იყავით ყველა ერთად შეიკრიბოთ და მრავალხმიანი voice-over-ით გავუშვათ ფილმები. მაგარი ხო, ეგ ეხა კარგი იქნებოდა რომ წარმოვიდგინე, მაგრამ ხო უფრო გახმოვანების მიმართულებით რავი ეს უნარი როგორც ასეთი შემოჩა გახმოვანების მიმართულებით ვახმოვანებ ჩემს მომენტში რაღაცასაც ვახერხებ მაიკადრზე. მაგრამ აი დიდი სურვილი მაქვს რომ გავახმოვანო კინოთეატრში. აი მაგის დიდი სურვილი მაქვს სამდულად და ალბათ თავისუფლად გავახმოვანო. სადღაც იქნება რაღაც კასტინგი რომ აი სადღაც მივიდეთ, ჩემი ნიჭი დავანახო ხო რაღაც დამსაქმებელს. ჩემი აზრით გამომივა რა. მე ეგრე ვფიქრობ რომ რაღაც ის მაგ ხედვა რომ აი ისი შეუძლებ მაგას რომ აი ბრავალ რეკორდში რაღაც კონკრეტულ პერსონაჟი ავიღო რაღაც. და აქედან გამომდინარე ანუ მე მგონია რომ აი გახმოვანებს მიმართულებით თუ კინოთეატრში გავახმოვანებ, აი გახმოვანების ჩემი მისია როგორც ასეთი შესრულდება რა. ანუ ვიტყვი რომ იცი რა, ოპა აი კინოთეატრში გავახმოვანე რა. ან საით ან თავიდან დავუწყე საერთოდ ხო? ანიმატივით, მე გადავედი TikTok-ზე, მე გადავედი მაიკადრზე და მე ბრავორე. სხვადასხვა იცი, მე გამიხმარები აჭარა.net.com-ზეც. ეგ არ ვიცი, ეგ არ ვიცი. გამომეპარა ეთყობა რაღაც. მე გამიხმარები აჭარა.net.com-ზეც. რაღაც კასტინგი იყო და ესეთ მომენტი იყო რომ რაღაც მივედი რაღაც ჩავწერე რაღაც ბევრი ადამიანი მივიდა თურმე გიორგი წერეთელი თან მაგარი ადამიანია წვეჩი გავიცანი და კარგი ტიპია ძალიან რა და ნუ ჩამოწერე რაღაც ხმა ჩავწერე სატესტო რაღაც მომენტი და ნუ მოვეწონე რა ანუ ნორმალურიაო კარგიაო რაღაც და ნუ საბოლოო ჯამში ნუ მე ისე გამოვიდა რომ იცი რა კიდევ მოდი კიდევ გავახმოვანოთ რაღაცეები და ნუ შევხედოთ რა სიტუაციას კიდევ მივედი კიდევ გავახმოვანე რაღაც ჯინდა ჯორჯიას ეპიზოდები, 2 ეპიზოდი ჩავწერე ჯინდა ჯორჯიას, რაც თურქულ სერიალს გავახმოვანე 2 საათიანი, 2 საათიანი სერიალი. ეგ ვიცი, უყურებ ჩემთან სახში უყურებდნენ და მართლა ჩემი ხმა იყო რა. კი. შენი და კეზუს ხმა თურქულ სერიალებზე არ ახმოვანე ჩემთან სახში. და ხო, ანუ თურქულ სერიალს გავახმოვანე, რაღაც კიდე რაღაც Star Girls თუ რაღაც იყო, რაღაც Star Girls თუ რაღაც და ნუ რაღაცები გავახმოვანე რა, აჭარენცე რომ მე კიდე მე-60-ს მივედი კიდე რაღაც გავახმოვანე და ეგ მომდი იყო, მაგრამ შემდეგ როგორც მივხვდი რა, მე აღარ დაურეკია გიოს რაღაც დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში დავდივდი. რომ აღარ დაურეკია უკვე გიოს რა, მე მივხვდი რომ ანუ რაღაც მე სხვა ბიჭი მივიდა რაღაც და ის სხვა ბიჭი ახმოვანებდა. და ანუ მათ სჭირდებოდათ რაღაც ესე და ის ბიჭი დაიტოვეს როგორც ჩანს ეგ გამოდის, რომ ის ბიჭი ახმოვანდა თურქულ სერიალებს რაღაც და ის ბიჭი ახლა მე ჩემთვის რომ აღარ დაურეკეთ, ნუ გასაგები იყო რომ უკვე რა ხელფასის დამერცხა შუაშურის არის პირველი ხელფასი ავიღა ჩარნეცი რაღაც და აი ეგ ასწორებს. ხო და ნუ რაღაც ეგ რაღაც შეპესე რომელი იყო რა წყლის ხმა თუ სუფთა ხმა თუ რაღაც ეგეთი იყო რა შეპესე და ხო მან დამერცხა რაღაც ხელფასი მან და გავახმოვანე აჭარნეცის მგონია გამოცდილება სტუდიაში მე და მარიამ გიორგობიანი ვიჭრით ვახმოვანებდით ერთად და ძალიან კარგი გამოცდილება იყო მინდა ვაღიარო ძალიან კომფორტული და ძალიან საინტერესო კი თან სადეხა სახში რო ვახმოვანებ კონცენტრირებული რო ხარ აი ხმის ჩართვაზე რაღაცა და ხო და იქ უბრალოდ აი ხმის რეჟისორი რაღაც ტექსტი გიჭირავს და წავიდა და ლაპარაკობ რა ხო
ხო, ну ეგ რა დიზაინთან და ეხლა თუ დავუშვათ გახმოვანებს მერტყობთ რაღაც მინდა რაღაცა შევასრულო მისია, იქნება ალბათ ის, რომ კინოთეატრში გავახმოვანებ, მაგრამ აი რა შეეხება აი ძველი თიმის დაბრუნებას, ეგ გონია რომ არ მოხდება რა. იმიტომ რომ მაინც ყველას მემართლებით წავიდა, ყველას თავის გეგმები აქვს, თავის იმართლება და ანუ ამ შემთხვევაში მე დავრჩი ის ადამიანი, ვინც ახმოვანებს, აი იმ ტიპები და ვინც ვიყავით რა. აღარ ახმოვანებენ ეგენი არც მაიგადზე, არც. ნუ თავის გზაზე მიდიან ყველა რა. თავის გზაზე ყველას გამომაჯოს, წარმოდებს ისუოთ ყველას ხალხს. აი მახსოვს 20 სტუდიოზე მომწონდა ერთ-ერთი განხმოვანებელი. პროსტა სახელი არ ვიცი, ეგ ვინ იყო? ბოხი ხმა ხო არ ქონდა შედარებით. შედარებით ბოხი რა? ბოხი არა. სპაიდერმენი რო გაახმოვანა ერთ-ერთ ანიმაციაში უცხოურში. აი მულტივერსი და რო გადმოიყვარა შემთხვევით სპაიდერმენმა ავენჯერები. ეგ მე ვიყავი. შენ იყავი ეგ? სპაიდერმენი შენ იყავი? ხო, მე ვიყავი ალბათ. არა, სხვა ხმა მახსოვს მე. ჰარი პოტერის მომენტებს ახმოვანებდა ხოლმე 20 სტუდიოზე როგორც მახსოვს. ჰარი პოტერის მომენტებს. ესე იგი ვაკო? ოკეი, გასაგებია. მე მგონი ვაკო. ხო. ეგ მოგწონდა? ძალიან მომწონდა მაგას გახმოვანა. მაგას მივწერე ადრე მახსოვს. კოლაბორაცია მინდოდა Clay Studios და 20 სტუდიოსი რა. რაღაც თინეიჯერი მგლის ფილმი ახალი გამოსული იყო და მე მგონი დამატებული იყო, შენი ხმა იყო თუ ვერსები რეკლამაზე, რომ შეგიძლიათ მომწეროთო და თანხის სანაცვლოდ გაგიხმოვანებთო, ხო? ეგ პატარა პროექტი იყო, ეგ იყო წახალისება უფრო ჩემი გუნდის წევრების, იმიტომ რომ ჩვენ არ ვეთხოვთ რაღაც ისეთ თანხას, რომ აი 20 ლარი. ხო, ანუ ერთ წუთში 1 ლარი იყო. 1 ლარი, ანუ და აი ისეთი აი უბრალოდ რომ აი სიმბოლური ყოფილი, აი უფასოდ რო არ გავიკეთებინა საქმეები, ანუ ეგ მომენტი ქონდა, რომ აი თითქოს აი უფასოდ არ გავაკეთებ საქმეს და თან ანუ ისინი დაუშვათ რაღაც ეფორტ ჩადებენ, ჩვენს ეფორტ ჩავდეთ და რაღაც მომენტი გამოდის, აი საქმიანი ურთიერთობა აქვს ალში რა. და ხო, ანუ კისე რქვა მაგას ვაკო, ჩემი გასავეს ლაშურის შვილი ეგ და კარგად ახმოვანებდა კი, ძალიან ახმოვანებდა. და ვაკოს მივწერე რომ მეთქი ესე და ესეა მინდა 20 სტუდიოსთან რაღაც თანამშრომლობა, თან მომენტი გავახმოვანოთ რაღაცა თქო და თავიდან უარზე იყო. იმიტომ რომ მე რო ტელეფონით ვახმოვანებდი და 20 სტუდიოში მიკროფონები გქონდათ ხო თავისაზე. ხო, მე რო ტელეფონით ვახმოვანებდი ძალიან დაიწყობაო რა, ანუ ხარისხობრივად ცუდი იქნება, წენა არ დამჩენია გულში რა თქმა უნდა. გაუგი ადამიანს და მეორე შემთხვევა იყო ეგ რო დაამატეთ გადახდის ფუნქცია უკვე. და ჩვენ გავახმოვეთ ერთად ირ გამოდი. მე და შენ არა, ერთ-ერთი აი კირასნაირი ხმის ტემბრი აქვს. ესე იგი ბაჩი იქნებოდა ბაჩი. შაზამს ახმოვანებდა მაიკ ადრეზე, ხო? ბაჩი. მე და ბაჩი ვახმოვანებდი ჩაზამს. ეს მრავალ ხმაში ვახმოვანებდი, მე და ბაჩი ვახმოვანებდი. კი, მახსოვს. ის გოგო ვინ იყო? გოგო ვინ? სად? შაზამში. ხარისხზე იტყობოდა რომ მიკროფონი არ ქონდა. არ მახსოვს თო იცი. ვინ გავახმოვანა? კრიძეც შენ და ერთი გოგო იყავით ხარისხზე ძალიან იტყობოდა განსხვავება. გოგოს? ხო, კრიძე ჩემს ახლო მეგობართან ერთად ვახმოვანებდი, ის არ არის განხმოვანებელი. ხო, დაიწყო ანუ დიქციაზეც და დიქციაზე საუბარზეც ნუ ძალიან ესეთი ძალიან. ცუდი არ იყო მით აღნიშნული. ცუდი არ იყო. ელიფსელობა იყო მაგის მაგოს გახმოვანებდი, აი შაზამზე მართლა არ მახსოვს ვის ერთად ვახმოვანებდი, გოგო ვინ იყო არ მახსოვს. აი მან უეჭველ დაიწყობდა, იმიტომ რომ არ ვიცი ვინ იყო. აი ნანაზე ჩემი დავშოთ ახლო ის ვინც არის ადამიანი. აი მაგაზე ნუ რაღაც პირველ მსელობის გამო რაღაც ნორმალური იყო რა რაღაც მომენტი. ხო, ცუდი არ იყო. მინდა ვახსენო რომ ცუდი არ იყო. თან აი ცოტა წვრილი ხმა აქვს და ის ქალებს ცოტა არ მოუხდა, მაგრამ აი გოგონას მოუხდა რა. მაგის ხო, ეგ ანუ ეს იცი რომ გუნდის წევრები. კი, ისიც მაქნანახი რა ქვია. რა ქვია იმას რაღაც სუპერ გმირების ლიგა რო იყო დისის ძაღლები რო იყვნენ. აი კეზუც ახმოვანებდა მან როგორც მახსოვს. მე კახა და ერთი გოგო იყო მანდაც. და ერთი გოგო ხო? მან შემი გოგო იყო? ალბათ. ნანა, გონი მირაი იყო მანდ. არა, მირაი ზუსტად ვიცი რომ არა. მირაი იყო ტრანსლოვანიაზე, შეენკაგიამა და მირაი რო იყო. ეგეც მახსოვს კი. ოკეი, ხო, ეგ არა, ბევრი რაღაც გავიხმოვანებია თუმე და რაღაც მე არ მახსოვს, შენ გახსოვს აშკარა. ხო, კი, ბევრი რაღაცები მახსოვს და სად გავჩერდი წეგანო. ხო, არ მომდა დავმუდეთ ესე როგორც თიმი არ დავმუდეთ. მაგრამ შევკრიბო ესე რაღაც სამოყოლო დონეზე და რაღაც უბრალოდ გავაკეთე, რაღაც გავახმოვანე შეიძლება ნახოთ. აი მე ვამბობდი რაღაცას და აზრი გამიწყდა რა ვამბობდი. გამახსენდა ხო? თანამშრომლობა 20 სტუდიო და Clay Studios. თინეიჯერი მგლის ფილმი რო გამოვიდა, მომენტი გავახმოვანეთ. სადღაც მაგ შენახული თუ ვიპოვე, მაგ ვიდეოს განახებ. თუ ვიპოვე, განახებ სადღაც მექნება შენახული და ის სკოტი გაახმოვანა თუ არ ვწდები, აი ეს ნოგიცუნე რო ეუბნება რომ რა ხმას გამოცეს მომაკვდა ვენგელიო. აი ეგ სცენა და სკოტს ახმოვანებდა რომ გეტყოდი, მაგრამ სიკვდილისთვის მზად არ ვარო. და მაგით გაკეთდა ედიტი და საკაიფო გამოხმაურება დადო, მაგრამ ეხა სამწუხაროდ წავშალე. TikTok-იდან ძალიან ბევრი რაღაც წავშალე, ბევრი რაღაც დავაჰაიდე. და ანუ რაღაც ანუ დაგეჰაიდები ხო ეგეთი რა ეგეთები მე რო აგეთები ყოველთვის ბევრი რაღაც უნდა ჰაიდებულიც მაგ და ბევრი წავშალე კიდეც. ოკეი.
ტაკს გადავიდეთ მოდი შემდეგ კითხვაზე აბა არის ინტერვიუს ხასიათი თუ აპირებ შენ სიტყვაზე OC Studios YouTube არხზე პოდკასტების გაგრძელებას პოდკასტები არც გვაქვს გადაღებას უფრო ხო გადაღებას უფრო ერთი პოდკასტი მახსოვს ესე გეჭირათ მიკროფონები დივანზე იყავი ეგოც სტუდიო არის ხო ეგ იყო ჩოუპი ხა აღარ ქვია გაგაპატარა ეგ უბრალოდ ეგ ვიცი ედიტორია იუთუბერია ადრეც მიწერილი მაქვს ჩოუპი ერქვა ადრე მიწერილი მაქვს ხო დოქტორ სტრენჯის რო გამოვიდა ფილმი რო გამოვიდა თუ რაღაც ედიტი ვნახე ეგ არა ხმოვანს ვიცი კი ეგ ვიცი მაგრამ YouTube-ზე ქონდა რაღაც ვიდეო გადაღებული რა ხო და რაღაც დააცემინათ რაღაც მოვიდა და იქ იყო დოქტორ სტრენჯი რაღაცა მთვარის რაინდის ის გადაქცევა და მაგაზე გავს თორე რომ მეთქი ნახეთ მთვარის რაინდი გაიშითა თქო თუ რაღაცა ეგეთი რა და მაგაზე მომწერა რომ ხო მეც Marvel ფანი ვარო თუ რაღაცა ეგეთი რა და მე დოქტორ სტრენჯზე მივდივარ და ნუ სიტყვები რაღაცებს გავცვალეთ რა დიალოგი ქონდა ქონდა უფრო აი რაღაც ბიზნეს მიმართულებით რა რაღაც აი 1% იყო ძირითადად ტოპიკი და ნუ ან მაგაზე ვისაუბრეთ ხო ანუ ეგ არც პოდკასტებს ალბათ არ ამგონი OC Studios მე არც ვფიქრობ ანუ ეს არ ძალიან მაგარი ის არის ეხა 40 წუთი ისე გავიდა რომ ვერც კი მივხვდით 40 წუთია უკვე გას არა არ უჭრი ხოლმე ხანდახან რა ეხა თუ ძალიან რაღაცა უაზრობები და აი წინაზე ყავა რო გადამცდა ეგ ამოჭერი მაგრამ თუ ძალიან უაზრობები არაა ხოლმე არ უჭრი რა გასაგებია კარგი ხო ნუ ესე კი არაპირებ ხო არ ვაპირებ პოდკასტებს არ ვაპირებ არ ამგონია ყოველ შემთხვევაში ძალიან მაგარი არის ჩემი აზრით რავი YouTube-ზე თუ ვაპირებ დაბრუნებას YouTube-ზე ვფიქრობ ისი რაღაცა აი უბრალოდ აი კონტენტი რა გავაკეთო აი მაგაზე აი უფრო არ შეიძლება დავუნე ბევრი არის უცხოური ანიმაცია ის რო არის ჰაიშ თუ რაღაცა ეგეთი კი რაღაცები არის ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო რაღაც გაკეთება შეიძლება და შეიძლება გავაკეთო რა ნახოთ რა თავი დრო გამომისეს და მოვინდო თორე ხო შევხედოთ თუ დაგჭირდები აქა ვარ მე რავი დახმარება თუ დაგჭირდა ვაფასებ მაგ ანუ ყველას ვეხმარები იდეაში მინდა ხოლმე რომ რახან ერთ საქმეში ვარ ყველა ერთად და რაღაცა ყველა ჯგუფ და რაღაცა მეც იგივე თქო შემიძლია შენს არა ნუ ნახოთ ჯერ არ ვიცი ზუსტად რა პასუხი ზუსტად არ ვიცი ნუ თუ გააგრძელებ რა დაგჭირდები აქა ვარ თუ დამჭირდა პროექტებში რაღაც დახმარება გაგიძახებ მოდი გავიდეთ ბოლოსკენ უკვე და ბოლოში მაქვს ესეთი რუბრიკასავით სტუმარი რომ მომყავს კითხვებს მისმევს ხოლმე და რავი გამოვშვი კითხვები და მე გიპასუხებ კარგი ხო ანუ რაღაც ისეთი არის და ბანალური კითხვა დაგისვა ხო რაღაცა როგორ დაიწყე გახსნა ხო ნუ ეგ ვიდეოში კითხვას ხო კაგიამამ დამისვა და ოდოაკრმა და ხო ორჯერ პასუხე ვისაც გაინტერესებს როგორ დავიწყე გახმოვანება გადახედეთ პოდკასტებს თუ გინდათ ეხა დავსვავ რაღაც ამ კითხვაზე შეიძლება მოვისვა არა ეს გეცონება ხალხო რაღაც ვინც უყურებთ ეხა მაგალითად ამ ადამიანს აქვს გეცონება როგორ დაიწყო გახმოვანება ხო რაღაც კაი გამოდი ესეთი რაღაც თქვათ ხო შენი აზრით რომ არა აი განხმოვანებელი და ეს სფერო რომ არ მოგწონებოდა ხო რაღაც არ ყოფილიყავი ამ სფეროში აი სად ხედავ შენს თავს არა ამ სფეროში ხო ანუ სხვა მიმართულებით საინტერესო კითხვა არის YouTube-ზე იმიტომ რომ ბავშვობიდან ჩავიცოდი რაღაც YouTube-ზე ვიდეოების გადაღებას ძალიან ბევრი არხი მქონდა რაღაც ტელეფონით რაღაც screen recorder-ს ვიწერდი Minecraft-ის რაღაც ვიდეოებს ვიღებდი და ნუ YouTube-ზე უხედავ კონტენტ კრეატორი ვიქნებოდი. ძალიან კარგი. კაი, მაშინ კიდევ ერთი კითხვა ხო რაღაც, მაინც ერთი კითხვა არ შევეფარხო. ხო, ნუ რამდენიც გინდა გამოვშვი. კაი, მაგალითად, მოდი ესე ავიღოთ. რაც შეიძლება რაღაც ისეთი შეიძლება вообще ის ინტრო გააკეთო, ეხლა მე დაგისვა კითხვას, რომ აი ვინ არ გეოსება ქართულ განხმოვანებელს. რაღაც ეგ მომენტი. თუ გინდა вообще ისეთი რაღაც გავაკეთო, დასაწყისში უფრო რო დაიძაბოს და რო გადმოვცვა ინტროში, რავი პატარა კამათივით გავაკეთოთ თუ გინდა და კომპლექტივით და ჩავსწავლო ვიდეოში ნახები იქნება. რა ქვია, მას რო იგინება რაღაც აქტივიტი შტო. მოხოც კაცი როა. გრიშაუნიანი, ხო. ესე მივარდა და გავაკეთე вообще. ასაკეთება ეს. მე ეგეთი რაღაცები გავაკეთე და вообще რა ქედიცი? რა ქრავა. კარჩი დასაწყისში ჩავსვა ამას და თქვი რომ მე მგონი ეგეთ კითხვას არ უნდა უსვამდეს სტუმარს თქო და მაგას ჩავსვათ დასაწყისში რა. დავაი გავითამაშოთ მაიცა. დრო არ გამიღიმოს, მიდი. ბიჭო მე ვფიქრობ რომ ეგეთ კითხვას მოიცა ძალიან ცუდი ზადა კაი ზადორ ბიჭო ისი რა ვფიქრობ რომ ეგეთ კითხვას სტუმარს არ უნდა უსვავდი რა მაინც ისეთი თემა რომ კაი ეხა ეგ რო თქვა რა მაგ კითხვას პასუხი გამოდის რომ ვიღაცა შევაწყოხნა მივაყენო ხო და ბიჭო ჩემი აზრით არ არის მართებული ხვდები და
შეიძლება შეცვალო ყველაფერი. შეცვალო კითხვის ფორმა. მე არ ველოდი რომ ეგეთი ძალიან ისეთი კითხვა იქნებოდა. დავიდე, მაგარი 3 2 1. ჰოპ, 3 წავიდე. მე არ ველოდი რომ რაღაცა ეგეთი კითხვა იქნებოდა, რომ ეგეთი რეაქცია მოყვებოდა, იმიტომ რომ რავი, უბრალოდ ინტერესის გამო დავსვი არანაირი პროვოკაციული კითხვა. მცინა. ნუ ამას ჩავსვავ ყველაფერს. ხო, მოიცა. ჩიანდა. ძალიან ცუდი მსახიობი. 1 მსახიობი შეხებ მსახიობი. მომავალი მსახიობი ხარ? 3 2 1. ექშენ. ბიჭო, მე არ ველოდი რომ რაღაცა ეგეთი ძალიან ვაა, შევი, კაი. რეაქციის. კაი, ზადო. 3 2 1. ექშენ. მოიცა? კაი, 3 2 დუბლი 2 3 2 1. ექშენ. კაი, ექშენ, გავაკეთე, შენ გავაკეთე, დავა. 3 2 1. ექშენ. ბიჭო, მე არ ველოდი რომ რაღაცა ეგეთი ძალიან პირადული კითხვა იქნებოდა, უბრალოდ ინტერესის გამო დაგიცვია კითხვა. ხო, ანუ პროვოკაცია. ხო, დაფიქრდე. რა გიქოსო, ხო? გაურცა ბიჭო. არ გაგეცნო, და რა გიგო. ესე ვიზო, ხო. კაი, ხე 3 2 1. თავიდან თქვი შენი სუჩი. ბიჭო, მე არ ველოდი რომ ესეთი რეაქცია მოყვებოდა კითხვას, უბრალოდ ინტერესის გამო დავსვი. ეგ ასაგებია, მაგრამ ნახე, ინტერესის გამო სვავ კითხვას რა. ანუ ხონდა დაფიქრდე, ვინმეს არის სიამოვნება ისიანა, თან პოდკასტია და. ანუ შენ დააკონტროლებდი, ხო? ანუ შენ რო აკონტროლებ ამ ყველაფერს. რეალურად შენზე გამოდის იქ პასუხისმგებლობა და ეხა ვიღაცამ რო გაიგოს ეხა და უშუალოდ შენ რაც თქვი კირაზე, ხო არის სიამოვნება კირას, ხო რაღაც რო თქვი რომ ნაგავია, ხო არის სიამოვნება რა. რაღაც ანუ ხო კაი, ნუ მე მგონი დაგროვილია უკვე. დაგრო ხო რაღაც გამოვა რა. ხო, გამოგეცე. ეგ გასაუჯო. კითხები თუ კიდე რამე გამოვუშვიდო? ხო, ისეთი ანუ მე იდეას ვიცი უკვე ეს კითხვა ხონდა თავიდან, რომ აი მაინტერესებდა აი რამდენად დიდი როლი ითამაშა შენს მოტივაციაში OC სტუდიო. აი ეგ მაინტერესებდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ თვითონ სახელი OC სტუდიო რო არა, როგორც ვახსენე, სახელი Clay სტუდიო არის არსებობდა. და ნუ მაგიდან დიდი ძალიან ამაყობ ამით ამაყობ რომ ვიღაცას რაღაც მოტივაცია მივეცით და შეგონება ეს რეგ დაიწყო. შეიძლება ამით დავასრულოთ დანიელ. ეგ იყო და ეგ ჩემო მეგობრებო, ხაზზე იყო პოდკასტი FM8, საინტერესო პოდკასტი გამოვიდა, მე მგონი 45 წუთია ვიღებთ და ვერც მივხვდი ისე გავიდა რომ ძალიან აი პოდკასტები მაგიტომ მევასება რომ ვერც ხვდები ისე გადის. მაგრამ რა უშოს. ხო, ნუ ეგ იყო და ეგ რა. ეს პოდკასტი დაიდება კვირას და კვირას კიდევ ერთ პოდკასტს ვიღებ ოდუაქრთან ერთად. და ხალხო თვე დაწყებულია. ეხა დაიწყო თვე მარტი და უკვე ოდუაქრის პოდკასტი რო ჩავთვალოთ, მე-4 პოდკასტი იქნება ამ თვეში. ხო, მეგობრებო, რავი, დაუფასეთ ამ ადამიანს შრომა. თან როგორც ხედავთ, უკვე სუშუალო პოდკასტები დავიწყე, რაღაცა სტუმრები განმეორდება, ისევ აი სანდრო კახეთელიძეც და რაღაც სტუმრები განმეორდება, რომლებიც იყვნენ ონლაინ პოდკასტებში. გენ მაგ თავარს უმარი ხო ზივა, მეგობრებო. საუჯამში ხო, მინდოდა ფარას ბოლოს რო დავასრულოთ ხო რაღაც რომ დაუფასოთ რა ამ ადამიანს შრომა. მართლა რეალურად რასაც შევხედე, მონდომებულია, რაღაცას გაკეთება უნდა და საბოლოო ჯამში შეგვიძლია რომ უბრალოდ დავალაიქოთ რა, იმიტომ რომ აი მეც რო დავუშვათ, აი სვენია ხო, ბევრი დამიგია რომ აი ყველა მოსა იუთუბერ დაალაიქეთ და ანუ ბევრი დამიკიდებია ხო, აღიაროთ რა, ანუ ყველას კიდია სადღაც რა. ჩემთანაც იყო. ანუ ეგ ხო, ეგ სტანდარტია, მაგრამ ანუ არ შეხვედრით მოდი არ დავიკიდოთ და მოდი დავალაიქოთ ეს რა, ეს დავუშვათ პოდკასტი, ვინც აქამდე მოხვედით რა თქმა უნდა რა. და თუ აქამდე მოხვედით, გონი უნდა დავალაიქოთ რავი და დაალაიქეთ რა ვიდეო და თუ მოგეცემათ რავი დაწერთ კომენტარებში. ისე შევები თქვენ შეფასებები, კრიტიკული, არაკრიტიკული, თუ კრიტიკული და ჯანსაკრიტიკული რაღაც არ გვარწმიოთ აშენ. საბოლოო ჯამში ნოკეთ, მადლობა ყველასთვის ხალხო რა, მადლობა ყველასთვის, მადლობა დანიელ მოწვევისთვის. სასიამოვნო იყო ნამდვილად. პირიქით მადლობა შენ სტუმრობისთვის. ხო, ნამდვილად სასიამოვნო იყო. ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ და რაღაცა. გავცვალე ძალიან სასიამოვნო იყო ყველაფერი. მადლობა. აბა ხედავა ხო? აბა შეხვედრა. აბა დროებით და მომავალ პოდკასტამდე. დროებით.